მოგესალმებით. დღეს იქნება საბოლოო ნაწილი ჩვენი მოთამაშისა. ზოგადად overview მიმოხილვა გავაკეთოთ ამ თუ რა გვაქვს გაკეთებული აქამდე. არის ასეთი ქარაქტერი, რომელსაც შეუძლია დარტყმა, რამდენიმე სახის დარტყმა არის, სიარულის სირბილი შეუძლია აღტომა და ნუ ასე შემდეგ რაღაცაები. კარგი, ანიმაციები რომლებიც დაგვრჩა, ეს არის სიკვდილის ანიმაცია, დაახლოებით ასე გამოიყურება და ასევე არის defend-ის ანიმაცია, რომელიც ასეთი რაღაც არის. ეხლა აქ ორი რაღაცა გვჭირდება. ერთი არის რომ მოკვდეს და თამაში უბრალოდ გაჩერდეს და შემდეგ არის defend-ის ანიმაცია, რომელიც შედარებით უფრო რთული იქნება, თუმცა უბრალოდ განსხვავებული რაღაც არის, რაც აქამდე არ განვიხილია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მარტივი არის. მომენტულად იმას გულისხმობ, რომ როდესაც ეს ანიმაცია ჩაერთო, მინდა რომ ამ ბოლო ნაწილზე გაჩერდეს, რომ ისეთი შრაბჭილება იქნეს, რომ ეს ფარი უჭერია და გაჩერებულია მოკლედ მაგით. კაი, ანიმაციები გვაქვს, პირველ რიგში შევამოწმოთ, რომ input map-ში ყველაფერი რიგზი არის. ნამდვილად defend-ის ანიმაცია გვაქვს, death-ის ანიმაცია, უბრალოდ input-ი გვაქვს. ეხლა ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს death-ის input-ი არაფერში არ მჭირდება, მაგრამ ვინაიდან რადგანაც აქ არ მყავს ეხლა მოწინააღმდეგე, რომელიც რაღაცა გარკვეულ damage-ს გააკეთებს, ამ შემთხვევაში მოდი ეგ იქნება ტრიგერი ამ ჩემი ანიმაციისა. კაი, პირველ რიგში გადავიდეთ კოდში. კოდში ჩვენ ახლა რადგან state machine-ს ვიყენებთ, შემიძლია დავამატოთ ორი ახალი state-ი. ეს იქნება defend-ის state-ი. მოდით ასოებით გავაკეთებ. და ასევე იქნება dead state-ი. კარგი, ჩვენ როგორც წინაზე გავაკეთეთ, ქონდა is attacking ასე ბულიანი, ხო, რაღაცა გარკვეული ცვლადი. ზუსტად ასე შემიძლია რომ შემოვიტანო is defending, რომელიც ასევე ბულიანი იქნება, ეს თავიდან იქნება false, რა თქმა უნდა. ასევე შეგვიძლია შემოვიტანოთ is dead, რომ შევამოწმოთ ამის state-ი როგორია და ჯერჯერობით საბოლოო ჯამში ეს არის. კარგი, პირველ რიგში რა მინდა გავაკეთო? მოდი ჯერ რადგანაც სიკვდილის ანიმაცია შედარებით უფრო მარტივი არის, მოდი მაგაზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველი რაც მინდა გავაკეთო არის რომ აქ შემიძლია ერთი დამატებითი რაღაცა თულივით შემოვიღო. თუ is dead არის, ამ შემთხვევაში return-ს გავაკეთებ. ეს წინაზე უკვე ახსენით, როდესაც ეს არის true, მაგ შემთხვევაში ეს კოდი აღარაფერს აღარ გააკეთებს. თამაში ფაქტობრივად გაჩერდება. ეგ იქნება სულ რომ დავტესტოთ true რო გავხადოთ ეს. შეგვიძლია შევამოწმოთ და მართლა თამაში არაფერს არ აკეთებს, რაღაც გარკვეული ანიმაცია არის, თუმცა როგორც ასეთი ის გრავიტაცია და რაღაცები არ მუშაობს. ამ შემთხვევაში დავუბრუნდებ თავის ადგილზე როგორც არის ისე. კარგი ბატონო, ამის გარდა ჩვენ გვჭირდება, მოდი input-ით რადგანაც ვაკეთებთ მაგას, მოდი ბალიღამ აქვე გავაკეთებ ამ inputs. If input is action just pressed, ეს იქნება death. მაგ შემთხვევაში მინდა რომ გამოვიძახო რაღაცა გარკვეული ფუნქცია და return გავაკეთო აქაც. ეს ფუნქცია ჯერჯერობით არ მაქვს და მოდი ამ ფუნქციის დეკლარაცია გავაკეთო. ეს დეკლარაცია საუდნა მოხდეს. მოდი ეს is attacking რო არის ყველაფერი მორჩა და მაგის მერე გავაკეთოთ ეს. გვაქვს die ფუნქცია, სადაც ახლა რისი გაკეთება მჭირდება. აქაც იგივე პრინციპი არის, ხო? If is dead, მაგ შემთხვევაში მინდა რომ return-ი გავაკეთო. არაფრის მოხდენა არ მინდა, ხო, ისე რაც მკვდარი არის, უბრალოდ double checks უკეთებ, ეს მეც არაფერს არ აკეთებს. Is dead მინდა რომ იყოს true, იმიტომ რომ უნდა გამოვიძახოთ ეს ფუნქცია და მკვდარი გავხადოთ. სხვა დანარჩენი რაღაცაები რაც არის, უნდა გავხადოთ ავტომატურად, მაინც double check-ისთვის რა, ეხლა რეალურად პირდაპირ შემიძლია ჩავწერო უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მჭირდება არის რომ state-ი გადავაკეთო, current state-ი გავხადო state dead, animation player-ში მინდა რომ play death ანიმაცია გავაკეთო, velocity უნდა უდრიდეს vector 2-ს, რომელიც არის 0. ეგ ნიშნავს იმას, რომ არ გადაადგილდება vector 2 0 არის 0 0 ფაქტობრივად, ხო? და არაფერს არ გააკეთებს. მაგრამ ეხლა ეს მოდი დავტესტოთ თუ იმუშავებს. G-ს რო დავაწვე, ასე არის საბოლოო ჯამში და არ მოქმედებს არაფერი,
ანუ ეს სიკვდილის ანიმაცია საბოლოო ჯამში სწორად არის ყველაფერი, ხო? უბრალოდ მაინც ჩეკებისთვის კარგი არის და რაღაც ბაგები რო ავირიდოთ თავიდან, აი ეგეთ რაღაცას თუ გავაკეთებთ, რომ is attacking ამ შემთხვევაში იყოს false, is defending ამ შემთხვევაში იყოს false. ეხლა ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი ვარიანტი გვაქვს, ხო, უბრალოდ რაღაც ღილაკს ვაწვევი და ასე შემდეგ. და ეხლა რადგანაც აი ამ ყველაფერს ვაკეთებთ, აქ შემიძლია კიდევ ერთი if statement-ი გავაკეთო, if is dead, მაგ შემთხვევაში current state-ი უნდა იყოს state dead. და აქ elif-ი დაგვჭირდება, რა თქმა უნდა. კარგი, ეს ანიმაცია სულ ეს არის საბოლოო ჯამში. ნუ აქაც შემიძლია მაგ double check-ი გავაკეთო, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეგეთი რაღაცა არის, როდესაც G-ს ვაწვევით, აი ეგეთი რაღაცა მოძრაობა და ასე შემდეგ არაფერი არ შეუძლია. აი, გადავიდეთ ახლა უშუალოდ defending-ის ანიმაციაზე. კარგი, პირველ რიგში რაც მე მჭირდება არის ის, რომ ხო, კარგი, შევამოწმოთ, რომ defend-ი აქ გვაქვს, is defending გვაქვს. და ეხლა აი აქ როგორც აი ეს დავამატე, ასე შემიძლია დავამატო ერთი რაღაცა. ეხლა ჩვენ ნუ ეგეთი პრინციპი გვაქვს, ხო, რომ უნდა ჩავართოთ is defending უნდა იყოს true იმ შემთხვევაში თუ ამ რაღაცა actions დავაწვევით, არის ასევე მიწაზე higher-ში არ უნდა შეეძლოს და attacking-ის რაღაცას არ აკეთებს, ხო? attacking-ს არ აკეთებს. ასე რომ is defending იქნება true, მაშინ როდესაც input is action pressed, იმიტომ რომ ეს ხო დიდი ხანი უნდა დავაწვეთ, ხო ეგეთი პრინციპით გვჭირდება ჩვენ defend. ასევე როდესაც is on floor და როდესაც is attacking არის სიცრუე. ეხლა აქ შეგვიძლია ამოვბეჭდოთ მაგალითად ეს რომ ნამდვილად მუშაობს is defending. შევამოწმოთ, აბა. თავიდან არის false, როდესაც F-ს ვაწვევი, true არის, ანუ შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვეულებრივად კარგად მუშაობს. კაი, შემდეგი ნაწილი რაც არის უკვე არის, ნუ ამაში არაფერი არ გვჭირდება, არც dice და არც იმას არ ვეხებით. აი update stage-ში ნამდვილად გვჭირდება აქ. ესე იგი, გვაქვს def, attacking და აი აქ უკვე შემიძლია ამის შეცვლა, რომ elif-ი შემოვიტანო, is defending, მაგ შემთხვევაში მე მინდა რომ აი ეს გავაკეთო. ალბათ ნუ attacks მაგერად რა თქმა უნდა defend-ი იქნება. შემდეგი ნაწილი არის handle animation-ი. აქაც ეგრე გვაქვს, ხო, რაღაცა jump-ი გვაქვს, ნუ რეალურად, ანუ აქაც შეგვიძლია უკვე რა state-ი გავაკეთოთ. მე მგონი is death state-ი გამოგრჩა აქ, გამორჩენილი. მოდი ბარიღამ ეს dead state-იც გავაკეთოთ. და ნუ ამ შემთხვევაში თუ რამე გვექნება მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ, თუმცა ამ შემთხვევაში არაფერი არ გვაქვს რეალურად აქ, ასე რომ ხო მაგითო დამავიწყდა საბოლოო ჯამში რა. იმიტომ რომ ის die ანიმაცია, უბრალოდ die ფუნქცია რომელიც არის, ეგ უკვე ყველაფერს აკეთებს საბოლოო ჯამში, ასე რომ არაფერში არ გვჭირდება ეს, მაგრამ თუ მინდათ იყოს, იმიტომ რომ ნუ რაღაცა შეიძლება ჩასვა ამაში. კარგი, შემდეგი ნაწილი რაც არის, ეს არის უკვე defend, ხო? defend-ის შემთხვევაში მე მჭირდება რომ გამოვიძახო რაღაცა ფუნქცია. რაღაცა ფუნქცია გამოვიძახო. მოდი ამას ჯერჯერობით pass გავაკეთებ და ამ ფუნქციას აი double ამ ადგილზე შევქმნი. მოდი ამ ფუნქციას დავარქვათ function handle defend state animation, რა ვიცი. შობა, მაინც შობა არ აქვს. ეხლა აქ რისი გაკეთება გვჭირდება ჩვენ. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება რომ ჩავართოთ ეს რაღაც კონკრეტული ანიმაცია, ხო? მოდი პირველ რიგში გავაკეთოთ. animation player.play ეს იქნება defend ანიმაცია, ხო? მოდი შევამოწმოთ ამ ყველაფერს როგორ მუშაობს. F-ს დავაწექი. და საბოლოო ჯამში არაფერს არ შვება. ნუ, ერთ ადგილზე არის გაჩერებული და საბოლოო ჯამში ხელს უშლის. ეხლა რის გამო მოხდა ეგ ყველაფერი საინტერესოა. ესე რა ქვია, არსად ვერ გამომიძახებია და რის გამო მოხდებოდა ნეტა. კაი,
ეს handle ანიმაცია აქ ჩავსვით და ნახდება F-ს დავაწექით და აი ეგეთ რაღაცა შვება. მაგრამ ეს looping-ი არ მინდა რომ გააკეთოს. ეხლა ნახე აქ თუ დავაკვირდებით ამ defend ანიმაციას loop-ი არ არის გამართული, მაგრამ რადგანაც ეს is action pressed მაქვს აქ საბოლოო ჯამში is action pressed არა just pressed. აქ შემთხვევაში loop-ს აკეთებს. მაგრამ just press რომ მქონდეს ის თავარი იდეა რომ მე მაგალითად მინდა რომ ball frame-ზე გაჩერდეს, არ იმუშავებს. ასე რომ მოდი ამისათვის შემოვიღოთ ერთი ძალიან კარგი ცვლადი. მოდი ეს იყოს defend animation played. ესეც იქნება boolean და თავიდან იქნება false. ეხლა ამის დანიშნულება რა არის? ჩვენ შევამოწმებთ ეს არის true თუ არა, true თუ false. თუ მაგალითად ეს არის სიმართლე, ანუ true, მაგ შემთხვევაში ვიცი რომ არის ეგ ანიმაცია ჩართულია და ვიცი რომ ბოლო ნაწილზე უნდა დავაპაუზო. და აი ზუსტად აი მაგას გავაკონტროლებ ახლა ამ ჩვენი handle ანიმაციით. ეხლა ჩვენ ეს ანიმაცია უნდა ჩავართოთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ defend animation played არის false. თუ დადებითი არის ვიცი ისედაც რომ გაჭედილი არის იმ ball frame-ზე. კარგი, მერე დამჭირდება რომ ეს გავხადო true. ეგ როდესაც true გახდება, მაგ შემთხვევაში მინდა რომ აი ამ ადგილზე რაღაცა გავაკეთო. მაგ ადგილზე რისი გაკეთება დამჭირდება. ეხლა ნახეთ, ერთი ფუნქცია აქვს animation players. კონკრეტულად match-ში დამჭირდება რომ ეს რა დავარქვით? defend ქვია, ხო? defend და ამ შემთხვევაში მე მჭირდება რომ animation player-ი pause გავაკეთო. მოდი აბა შევამოწმებ ამ ყველაფერს. დავაჭირე და აი ნამდვილად გაჩერდა. მაგრამ ნახეთ აი მეორედ აღარ შვება ამას. ეხლა მეორედ რატო არ შვება ამ ყველაფერს? მეორედ იმიტომ არ შვება ამას, რომ ჩვენ როდესაც აქ ერთხელ გავაკეთეთ ეს true გახდა და false ამის მერე აღარ ხდება. ასე რომ გჭირდება როდესაც ღილაკს აუშვებ, რომ ისევ დაბრუნდეს თავის ადგილზე. ეხლა ღილაკის აშვება როგორ შეიძლება გავაკეთოთ? ეხლა ჩვენ თავიდან ახსენეთ რომ გვაქვს ორი ფუნქცია. ერთი იყო ready ფუნქცია, მაგრამ process ფუნქცია და physics process ფუნქცია. ნუ სამი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ასევე არსებობს input, აი ასეთი ფუნქცია არის, რომელიც ყველა events აფიქსირებს. event-ი მარტივად რო წარმოვიდგინოთ, აი ნახეთ input event-ი გვიწერია კიდევაც. აი მაგალითად კლავიატურას რო დააწვევ, ესეც ხო რაღაცა გარკვეული input-ი არის. აი აქაც რო რაღაცას ვიძახებ, ესეც ხო input-ი არის, რაღაცის დაჭერა input-ი არის. ხო და აი ზუსტად მაგის შემოწმება და შეგვიძლია ჩვენც. If ეს event-ი არის is action released, ანუ როდესაც რაღაცა inputs ხელი აუშვით. რომელ რაღაც inputs, defend inputs თუ ხელი აუშვით, მაგ შემთხვევაში მინდა რომ აი ეს იყოს false story. მოდი ახლა ჩავრთავ ამ ჩემს თამაშს და ვნახოთ თუ ყველაფერი რიგზია. დავაჭირი ამას, ბოლო ანიმაციას გაეფრიზა. კარგი იქნებოდა რომ ამის ანიმაცია ცალკე მქონოდა, თუმცა ეს ტრიკიც გამოგვადგება რომ ძალიან ბევრი ხატვა არ მოგვიწევს, როცა დრო იქნება და რაღაცა. ხო, პრობლემა რა არის? ეხლა defense რო ვაწვევი, რატომღაც კიდე მოძრაობს ეს ყველაფერი. მოდი აი ეს გავაკეთოთ ზუსტად. როდესაც ჩვენ აი ეს გავაკეთეთ, მაგ შემთხვევაში მინდა რომ შევცვალო ეს წუთი, მაგ შემთხვევაში მინდა რომ velocity 0-ის ტოლი იყოს. მოდი ხა ამას შევხედავ რასად მაქვს. ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგვიძლია, ისევ როგორც ETX-ზე velocity 0-ის ტოლია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ორ გამოვიყენოთ, ორ თუს ნიშნავს n და-ს ნიშნავს. ნუ ხო ინგლისურ გადავთარგმნე, მაგრამ ნუ აქაც იგივე პრინციპი არის. is defending to-ო, მაგ შემთხვევაშიც 0-ის ტოლი უნდა იყოს და როდესაც მაგას ვაწვევით და ეხლა 100-დან ეს ვაწვევ რომ გადავადგილ და საბოლოო ჯამში არ იწვის. SN-იც მუშაობს ჩვეულებრივად, T-ც მუშაობს, G-ც არის და აი ასე გამოიყურება საბოლოო ჯამში ჩვენი დასრულებული ქარაქტერი. სულ ეს არის, თუ რამე შეკითხვა აქვს, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და გიპასუხებთ. იმედი მაქვს მოგეწონათ ტუტორიალი, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს.